მე ზედმეტსახელად შალიკას მეძახიან ბავშვობიდან. გინდა თუ არა ეს დავარქვათო და მეც უარი არ უთხარი რა და რა ვიცი მე მგონი ლამაზი ის სახელი გამოვიდა რა. შალიკას შვილები ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერასაც 28 იანვარს შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების მონაწილეობით წარმოგიდგენთ. პანტომიმური ნოველები თავად სტუდენტებმა შეარჩიეს. სპექტაკლის სახელი კი მათ პედაგოგს, რეჟისორს დავით შალიკაშვილს მიუძღვნეს. ბევრი ვერ ხვდება და რაც უფრო ვერ ხვდება ხალხი, უფრო აინტერესებთ რა ხდება და უფრო მეტი მოდიან ამის გასაგებად და ჩვენც ეგ გვინდა ზუსტად. ესეთი სპექტაკლები, როგორც სტუდენტებთან კეთდება პირველ კურსზე, მათთვის სასწავლო სპექტაკლი დავარქვათ, მოდი ამ სპექტაკლს სხვა დატვირთვა აქვს საერთოდ, იმის გარდა რომ ძალიან სასიამოვნო საყურებელია, ბავშვების პირველი ნაბიჯებია სცენაზე, ეჩვევიან მაყურებელს, რაც მთავარია ეჩვევიან ერთმანეთს, ეჩვევიან სცენაზე ქცევას და იზრდებიან ნელ-ნელა პროფესიონალი მსახიობები. ეს დატვირთვა აქვს ამ სპექტაკლს და დიდი დამსახურებაა რომ ესე მოკლე დროში ამ ბავშვებმა შეძლეს ამის გაკეთება. თავარია მონდომება და სხვა შორის ძალიან მაგარი თაობაა და არ ვიცი მარტო ჩემთან მოხდნენ ესე და მე მინდა მეგონოს თუ მინდა ყოველ შემთხვევაში რომ ეს თაობა ესეთი იყოს. და ალბათ ეგეთიც არის. მსახიობის ოსტატობას ნელ-ნელა დახვეწავენ, რასაკვირველია ჩვენი ჩარევით, რასაკვირველია პედაგოგების ჩარევით და მივიღებთ ისეთი შედეგს, როგორ შედეგსაც ველოდებით. პირველი კურსის სტუდენტებმა სპექტაკლის სწავლის დაწყებიდან 3 თვეში დადგეს. ასეთ მოკლე დროში აქამდე თეატრის სცენაზე სპექტაკლი პანტომიმის არც ერთ ჯგუფს უთამაშია. თეატრის სცენაზე პირველად ვართ ყველა. დატვირთვა არის ჩვენთვის ყოველდღიური, ვარჯიშობთ 2 საათი, 3 საათი და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ პანტომიმურ ელემენტებს, რა ელემენტებსაც შეიცავს ეს ნოველები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ელემენტებით ავაწყეთ ეს ნოველა და მაყურებელს უყვებით ძალიან ბევრ ამბავს. ტკივილიც არის, სიყვარულიც არის, სევდაც არის, ბედნიერებაც არის და ეს ყველაფერი არის სულ პანტომიმის ელემენტებით. ნამდვილად დავწმუნდით, რომ ეს უნიკალური ხელოვნება, როდესაც სხეულის ენით იწევს მაყურებლამდე ამბის მიტანა და გადმოცემა. მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ძალიან საინტერესოა, განსხვავებული, რაც თავარია ძალიან მიყვარს. ალბათ ყველაზე კარგად გამომდის და ყველაზე კარგად შემიძლია სხეულის ენით გადმოცემების მერი შეგრძნება, ემოცია და ასე შემდეგ. როგორც იცით, დიდი ხანი არა უყვანია ჯგუფი შალიკაშვილებს და რადგან ამ წელს დაემთხვა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ წელს მომიწია ჩაბარება და მოვხვდი ამ უნიკალურ ოჯახში და ძალიან ამაყი ვარ ამით. როდესაც შემოვიდა ქალბატონი ნინო ლორთქიფანიძე ჩვენთან, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი. საერთოდ არ ველოდით, სულ რაღაც მეოთხე თვე იყო, რაც სწავლა დავიწყეთ პანტომიმაზე და გავეცანით ამ ხელოვნებას და როდესაც შემოვიდა და გითხრა, რომ აი 24-ში გექნებათ პრემიერა, აი წამიერის იჩუმე ჩამოვარდა, აი ყველამ ერთმანეთს გადავხედით და აი ვაუ, გრძნობა იყო, იმიტომ რომ არ ველოდით არავინ და გამოცდელები ვიყავით. ნინო ლორთქიფანიძე პანტომიმის თეატრის წამყვანი მსახიობი და ქორეოგრაფია. სპექტაკლში მან რამდენიმე ნოველა გააერთიანა. პატარა დავალებები მივეცი შუალედურ გამოცდაზე და ისეთი ნაშრომი მომიტანეს ბავშვებმა, რომ წამოვიდა აქედან იდეა, რომ რატომაც არა სპექტაკლი დაგვედგა და შეგვეკრა ამ ნოველებისგან, რომელიც ყველაზე საუკეთესო იყო ნოველები ბავშვებისგან. ის ავარჩიეთ 3 ნომერი არის ბავშვების გაკეთებული, რა თქმა უნდა, აქ რეჟისორი ჩაერია, მე დავითი შეკრა, მაგრამ იდეა მაინც ბავშვების იყო და დავამატე ბატონი ამირანის ნოველები, ტყე, მანეკენი, დამლაგებლები, ჩვენ ბატონი ამირანის კლასიკას ვერ გავექცევით. გავიზარდეთ მაგით, მეც მახსოვს პატარა რო ვიყავი, რომ მოვედი ამ ნოველებით გამზარდა. ჩვენ ყველაფერს გადმოვცემთ სხეულით და მიმიკით და ესე რომ 3 თვეში ესეთი დონეზე მივსულიყავით, რომ სპექტაკლი გამოგვეშვა, ჯერ არ ახსოვს თეატრალურ უნივერსიტეტს და იყო გასინჯვა, თვითონ რექტორი მოვიდა და ამ ბავშვებიდანო მომავალს ხედავ. და დიდი იმედებით გვაქვს ჩვენ, რომ მართლა კარგი ჯგუფია შეკრული. ბრილიანტიკებს ვეძახი მე, ამათ ისეთი კარგი ბავშვები არიან. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პანტომიმის ჯგუფი რამდენიმე წელია არ შემდგარა. ეს დავით შალიკაშვილის პირველი ჯგუფია. სპექტაკლის დახურული ჩვენება უკვე შედგა და ახალგაზრდები პროფესიონალებმა შეაფასეს. მე გავაფრთხილე სპექტაკლის დაწყების წინ, რომ ნუ განსჯით მეთქი ძალიან ბევრს ნუ მოსთხოვთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სპექტაკლი რომ მორჩა, მე ვისაუბრეთ და რაღა ბევრს ნუ მოვთხოვთ, უნდა მოვთხოვოთ. ესე იგი ისეთი რაღაც დაინახეს, რომ იმის სურვილიც გაუჩნდათ, რომ მოთხოვონ. ესე იგი სწორ გზაზე ვდგევართ, კარგად მივდივართ. ისეთი ენთუზიაზმით, ისეთი ენერგიით არიან მოსული
შესრულები, ეს ენერგია რო დაეკარგოთ, ესე იგი მე ვიქნები დამნაშავე. სულ ახალი და თვლი რატომაც არ ვთვლი რა, კარგები არიან, ყველანაირი შესაძლებლობა, საშუალება აქვთ იმისთვის, რომ იყვნენ და ამ თეატრის მსახიობები გახდნენ. დღევანდელ დღეს ჩვენი პროფესიონალური მსახიობები, ვინც თეატრში არიან 30-35 წლის, 40 წლის ასაკში არიან. ძალიან მაგრები არიან. ახალი თაობა სულ ყოველთვის სჭირდება პანტომიმის თეატრს. ჩვენ ხო ტექსტი არა გვაქვს, სულ მოძრაობით, სულ ტრენაჟი ყოველ დღე და ასე შემდეგ. დიდი დატვირთვა აქვს სხეულს. გინდა არ გინდა ასაკში ცოტა რთულია. დრამატული პანტომიმის მსახიობები მყავს ბევრი. აი ესეთი მუშა, გემრიელი, ლამაზად რო პანტომიმას აი სხეულს რო ფლობენ და დაფრინავენ, აი ეს თაობაა ზუსტად. ვითარდებიან, მოვლენ თეატრის მსახიობები გახდებიან. ეს თეატრი ალბათ მალე აშენდება. და რაღაცას ვეღირსებით. დიდი იმედი გვაქვს და არის იმის საფუძველიც რომ კონდეს ამის იმედი, ნახოთ ცხოვრება გვიჩვენებს. შალიკას შვილების გაცნობის შესაძლებლობა 28 იანვარს საღამოს 8 საათზე გექნებათ. ისინი თეატრის სცენაზე პირველად წარსდგებიან და მაყურებლისთვის პრემიერას ითამაშებენ.